San, I love this song. Ótimo. Shall we sing it this summer together? Vite com samba. Vamos embora. Alright? Thank you. Só danço samba. Vai, 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 vai. Só danço samba, vai. Só danço samba. Vai, 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 vai. Só danço samba, vai. Só danço samba. Vai, 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 vai. Só danço samba, vai. Mas não faz mal, é tão normal ter desamor. É tão cafona e sofredor que eu já nem sei se é meninice ou cafonice, meu amor. Seu quadro diz mundo exercícios, late contra os intelectos que não usam o coração como expressão. Você abusou, tirou partido de mim, abusou. Existo neste tema, mas não sei fazer poema e canção que fale de outra coisa que não seja amor. Se o quadradismo dos meus versos vai de encontro aos intelectos que não usam o coração com expressão, não. Abusou, tirou partido de mim. Tirou. გამარჯობა მოგზაურს. ესე იგი, სანამ ოფიციალურ ნაწილამდე გადავალ, ვაი და კორასო გავიგე ამ სიმღერაზე. ისე რაზე იყო? ვაი, არის მიდი. ჩვენ კიდევ ვიფიქრეთ, რომ ქართული ელემენტი იყო ჩართული. ვაი. მოკლედ სამბას მუსიკალური ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ბრაზილიერი და ქართველი მუსიკოსები მიიღებენ და მეც ამ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მომღერალი ქეთი ფარისაშვილი და ბრაზილიერი სტუმარი მუსიკოსი დანიელ სანტიაგო გვიამბობენ. დანიელ, გამარჯობა. მოგესალმებით, მართლა საოცარი ჰანგები იყო. ეს არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე usაყვარლესი ჰანგები და ქეთი აქედან აუცილებლად. პირველი კასეტები, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობაში გაჩნდა, შენ გახსოვს თუ არა, ეს იყო გადადიოდა ხელი დახსოვს და ამას ახლა მე რომ ლაივში უსმენ ეს ძალიან ეს ჩვენ რო ჯაზ კლუბში გავახმოვანეთ, მესამე ფესტივალიო, ხო, რაზე იქნება ამჯერად ვინ იქნებიან მონაწილეები ეს პატიოსანი და ძალიან მაგარი მომღერალი. სანტიაგო ხარ მონაწილეობს ამ ფესტივალში და სანტიაგო
მონაწილეობს არაჩვეულებრივი ის არის ძალიან მომეწონა. მოგვიყევი ფესტივალზე. ესე იგი, ისე გიმართება მესამედ ეს ფესტივალი სანდამი, ანუ მისი ნიკნეიმ არის ზედმეტ სახელი და რა თქმა უნდა, იქნება ისევ, იმიტომ რომ ეს არის ხალხის მოთხოვნა, იმიტომ რომ პირველად და მეორედ იმდენად მოეწონათ, რომ კიდევ ჩამოგუყანო ვერ დაესწრო ბევრი, ვერ არ იყოთ მოკლედ ეს მისი ის და ამიტომ ისევ ჩამოვიყვანეთ, მაგრამ კიდევ ცოტა სახეცვლილი სხვადასხვა შემადგენლობა არის, კიდევ სხვადასხვა მუსიკოსები ჩამოყავს და ნუ ჩვენი კოლაბორაცია კიდევ უფრო მეტი იქნება. ქართველი მუსიკოსებიც იღებენ ინსტრუმენტალები მონაწილეობას და რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს არის ეს კონცერტი კასპში, შატო მეფის ქალაქში. უი, საოცარი ადგილია. აი, ულამაზეს სამეთხეში მივდივართ და იქ ცალკე ნამდვილი ქართული არქიტექტურა და და ადამიანები როგორ ხვდებიან ამ კონცერტზე ბილეთებს ატყიდულობენ თუ ბილეთებს ყიდულობენ, რა თქმა უნდა. სად უნდა იყიდონ? აი, არის მილითითებული ტიკეტჯიზე არის. ტიკეტჯიზე არის ეს კონცერტი დღეს გამართება 24 მაისს სამეფო ქალაქში. მეფის ქალაქში. რა ლამაზია, ესე იგი, არ ვიცი რა, ვიგრძენი აი ეს ქართველი მეფეების და ჩვენი წინაპრების მოკლედ აი ეს კედლებს ვაკოცებს. მინდა დანიელმაც გითხრას რაღაცა რამდენიმე სიტყვით ჩვენი ქვეყნის შესახებ. What would you say about fala para na Geórgia, para música, para festival? Tá bom? გამარჯობა. გამარჯობა. Mikvahar, all people in Georgia. É a nossa terceira vez aqui na Geórgia, a convite da Kate. Claro, no mesamente. Para mostrar a nossa música, a gente fica muito feliz de sair do Brasil e vir até a Geórgia para tocar para esse povo. ძალიან მოწონს ქართული მუსიკა და ბრაზილიური მუსიკის cantando e dançando. რო ჩაატარეს ეს კონცერტი შარშან 2024-ში რესპუბლიკა event hall-ში, ესე იგი ხალხი გავგიჟდიო, რომ ცეკვავდა და მღეროდა და სამბა იცოდა და თან აყვნენ ჩემს ამ სამბას და მე სურპრიზი იქვე სცენაზე გავუკეთე, არაფერი არ უთხარი, რომ და გადაირია, რომ ამ ქართულად მღეროდნენ, მე მასწავლებინა ეს სიტყვები ქართული, რომ თვითონაც სიმღეროს. ვაი, ქართული რო უთხარი. აი რა მეტყვი. You know, Georgian, ვაი, go. It is go, but in Georgia არის ვაი. დანიელმა იცის რამე ქართული სიმღერები ისწავლა? Why 20 samba da რაღაცებს აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ეგ você Não deixa samba. Yesterday Só dança samba? No, Georgian song. Você abusou? No, Georgian song you were singing yesterday. Akats me var, ikats me var, იმიტომ რომ ზევარ. Remember? The Georgia language is very difficult. Very difficult. I don't understand one word. But you need the time. ქართულს მენელს ძალიან უყვარს რა ბრაზილიური. პირადად მე არ შეიძლება ცოტა სუბიექტური ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს ენა თავად იმდენად ლამაზია. უკვე საუბარი რომ ესმის რაღაც მუსიკა არის თითქოს. აი როცა საუბრობ გეგონია მღერიან, გეგონება რა, იქაც. და დარწმუნებული ვარ ძალიან ელოდებიან ხოლმე ყოველ წელს ამ ფესტივალს. კი, ვაიმე ელოდებიან ქართულ მაყურებელს, ძალიან დიდი იქნება აქედან გამომდინარე. ქართველი მაყურებელი და იმხელა რაოდენობა მოდის ისე იქცევიან ხოლმე ამ კონცერტებზე, რომ აი მოგვიყევით ახლა კიდე აი აქ აფიშაც არის წარმოდგენილი 25 მაისს. Da, segunda concerta na ანუ მეორე კონცერტი თბილისში იქნება. თბილისში იქნება ხვალ 25 მაისს, ესე იგი რესპუბლიკა event hall-ში. აქაც ტიკეტჯიზე უნდა შევიძინოთ ბილეთები. ეს უკვე ბილეთები ჯიზე. ესე იგი დღევანდელი შატო ტიკეტჯი და ჩვენი რესპუბლიკა ხვალინდელი იქნება ტიკეტ ისა ბოდიში ბილეთები ჯიზე. ჯიზე არის ხელმისაწვდომი, ხოლო მეფის ქალაქში ტიკეტ ეს ბრაზილიური მუსიკას რო უსმენ გონია რომ ეს ხალხი სულ ესეც ეკვა. ესეც ეკვა. სულ ესე იგი მე არ ვწდები, ხო? არა. გონია რომ ქუჩაში რო დადიან ასე მოზრაობენ. Quando você na rua tudo gente cantar e dançar no Brasil, tá?
No Brasil, sim. ესეთი წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რომ ეს ბრაზილიაში ესეთი. We think that everybody is singing and dancing in Brazil. Sim, no Brasil todo mundo Always, dança, always people. და ყოველთვის კაი ხასიათზე არის. მოდი ძალიან ცოტა თო The დაგჭას. country very happy. აი ძალიან The people very happy and ბედნიერი ქვეყანა ვართ, მოგეთ მარტივად ეს ვითხრა. კულტურა, რაღაცა უბნები კრებებიან, მოდიოდეს ღერიან ცეკვავენ, ანუ ეს ვაშეგო, განავალ, აი შეგეთ სიტუაცია. და მოდი რადგან ბრაზილია ვახსენეთ, სამომავლო გეგმები გითხარით, ჩვენ უნდა გამოვყვეთ გადასაღებად და როგორია ეს სამომავლო გეგმები, რასაპირებ ფაქტია რომ ამაზე არ გაჩერდები. არა, ვაგრძელებთ, რაღაცა ალბათ კარნავალზე და ამ ყველაფერზეც გვექნება საშუალება, რომ chegamos no carnaval no Brasil next year. E vocês? Sim. E passearam por toda a costa, pela praia. E tomaram caipirinha. ეს კაიპირინას დალევენ, აი მთელ პლაჟებზე არის ეს მოწყობილი ძალიან ცხელა. ზამთარში იქო ძალიან ცხელა და ზაფხულში არის ზამთარი. მაგათი ოღონდ ზაფხული მაგათი არის როგორც ჩვენი მაისია რა, ივნისი მაისი. ამიტომ ამ სეზონზე აქ ურჩევნია დანიელს ეს ინტერვიუ. ხო, ყოველთვის ურჩევნია მაგას. არ ურჩევნია როგორ აქაც მოსწონს, გიჟდებიან. Você gosta chegar na Georgia? Georgia adoro. Nossa terceira vez aqui. მოკლედ ეხლა ძალიან რთული კითხვა უნდა დაგისვა. რამდენად შეძლო ბრაზილიელმა კაცმა ქართული კულინარიის მიღება და რამდენად ახერხებს ქართული კულინარიასთან გამკლავებას? Você gosta na Georgian culinaria? Oh, sim, cachapuri. Khinkali. Khinkali. Badrinjani negziani. Delicious. Eggplants. Churchela de doce. Churchela. ძალიან კარგი. ანუ სამზარეულოც დააგემონა. ძალიან მოსწონთ, აი ძალიან. აი ლუკასაც პროდიუსერი გიჟდება. ჭამდა ესე და კუშინი ძალიან მოსწონთ. ბრაზილიური სამზარეულო არ ვიცი, მაგრამ მუსიკა რომ მოგწონს ძალიან და მოხიბლულები ვართ სრულიად საქართველოს, ეს ალბათ მისთვისაც ძალიან მოკლედ როგორც გავიგეთ და შევიტყვეთ, ქეთი ფარისაშვილი და ბრაზილიელი სტუმარი დანიელ სანტიაგო იყვნენ ჩვენი სტუმრები. დღეს მეფის ქალაქში ეს უკვე ტიკეტ ჯიზე, ხოლო ხვალ რესპუბლიკა. რესპუბლიკა ბილეთები ჯიზე. ჯიზე არის ბილეთები ხელმისაწვდომი, საოცარი სანახაობაგელი, ნამდვილი ბრაზილიური სამყარო, რაც თავარია ქართულთან გაჯერებული და ორი დიდი მომღერალი და მოცეკვავე ერი ხვდება ერთმანეთს, ქართველები და ბრაზილიელები და ეს არის ძალიან საინტერესო სანახავი. ჩეული მომღერალი მე თუ. მოკლედ ასეთი სამბარა, ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ ეს ჩვენ პირველები ვართ, ვინც ჩამოვიყვანეთ ბრაზილიიდან და არ ჩამოსულან, აი ხან ჩამოდიან კუბადან და აი ერევათ ხოლმე რაღაცა, აი უშუალოდ ბრაზილიიდან ვართ პირველები. მე და საქართველოს კულტურის ცენტრი, რომელიც ბრაზილიელი დანიელი იყო ჩვენი სტუმარი და მომღერალი ქეთი ფარისაშვილი. ხალხს მადლობთ. მადლობა ამ საფესტივალის